გუშინ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა მწერალთა სახლში ფესტივალ ფანარტის დაჯილდოების ცერემონია მოაწყო. ფესტივალის კონსულტანტებმა ხელოვნების 10 ჟანრის ირგვლივ თავიანთი შემოქმედებით გაერთიანებული ახალგაზრდები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინეს და სპონსორებმა და ორგანიზატორებმა რჩეულ მონაწილეებს სამახსოვრო წიგნები, ფულადი პრემიები და სხვა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ეს არის სტიმული, ძალიან დიდი სტიმული და ძალიან კარის გახსნა სამომავლოდ ამ ბავშვებისთვის და მე მიმაჩნია რომ აი აქ ჯაზის ნომინაციაშიც კლასიკურ ნომინაციას მე დავინახე იმდენი ნიჭიერი ადამიანი რომელიც უბრალოდ მახარებს რომ მოდის თაობა არ არის წყვეტა კულტუროლოგიური და ეს არის საქართველოს მომავალი. ამ ფესტივალით ძალიან დიდი სარგებელი მიიღო ჩვენ ნიჭიერმა ახალგაზრდებმა ისინი ნაწილი გამოვარჩიეთ მაგრამ მე თამამაჩიელება ვთქვა რომ ჩვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ყავს ძალიან ბევრი გამორჩეული ყავს რომლებსაც უსაზღრო დიდი ტალანტი აქვს.